უკვე რამოდენიმე ათწლეულია მეცნიერების დაკვირვებით მამაკაცების სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება ძალიან შესამჩნევი გახდა. მიზეზის 40% უცნობია, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში კვლევები ადასტურებს, რომ მიზეზი გარემოს დაბინძურებაა და ასევე ქიმიური ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენაა. ანუ გარემოს დაბინძურება რა კავშირშია სპერმატოზოიდების დანაკლისთან? თიკა უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ჩინეთში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის თანახმად მეცნიერებმა შეამოწმეს 40 ჯანმრთელი მამაკაცის სპერმა და თითქმის ყველა ნიმუში აღმოაჩინეს არც მეტი და არც ნაკლები პლასტმასის მიკრონაწილაკები. ვაი, საკვები, ანუ თუ რანაირად ხდება? ხო და ეს პლასტმასი როგორ ხდება ჩვენს ორგანიზმში? ავარაუდოდ გარემოდან რა გზით ხდება? ჩვენს არა თქვენ. ეხავე მოგიყვებით ამ ყველაფერს. მანამდე მსგავსი კვლევა ჩატარდა იტალიაში, იქან 10-დან 6 შემთხვევაში აღმოჩნდა მიკროპლასტმასები. მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს ბევრი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემო დაბინძურებას ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობისთვის. პლასტმასის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე დღესაც ბევრი კვლევა ტარდება. მეცნიერები სამწუხაროდ იქ მინდა გითხრა, რომ ყველა ორგანოში პოულობენ ამ პლასტმასის ნაწილაკებს. სამწუხაროდ პლასტმასის ეს უხილავი ნაწილაკები აღმოჩენილია დედის რძესა და სისხლშიც კი. იქნებ მივეჩვიოთ ნელ-ნელა რა, ადაპტაცია მოახერხოთ, აბა რა ვქნათ? სამწუხაროდ თიკა წყალსა და ნიადაგში მილიონობით ტონა პლასმასი მაგას ხდება. ვამბობ. და ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მავნე არის ეს პლასმასის ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმისთვის. ან რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ამან. ან საერთოდ შეგვიძლია თუ რა აი ამ ყველაფერთან, როგორც შენ თქვი, ადაპტაცია განვიცადოთ. მეცნიერებმა იციან და რაც იციან იმაზე გესაუბრები, რომ მიკრონაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ანთებითი პროცესები ორგანიზმში. გამოსავალთან მივიდეთ ახლა თორე არ ვიცი, გამოვიდა რომ საერთოდ სხვანაირ პოპულაციას მივიღებ ცოტა ხანში. გამოსავალი მხოლოდ იმაშია თიკა, რომ შემცირდეს პლასმასის მოხმარება და რაც თავარია, შემცირდეს პლასმასის გარემოს დაბინძურება. ყველაფერს ერთჯერაც და ესეც იგონებენ მეტი კომფორტისთვის და პირიქით გამოდის რომ ბევრდება პლასმასის მოხმარება იმის ნაცვლად რომ შემცირდეს. მე მგონი თითოეულმა ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში რომ შეამციროს ამ პლასმასის გამოყენება იქნებ რაღაცასთან მივიდეთ, მაგრამ მარტო მე და მარტო შენ შენზე არ არის დამოკიდებული. ხო და მაშინ ჩვენს მაყურებლებსაც ვთხოვოთ რომ ჩაერთონ ამ პროცესში და როგორც შევძელით და მაგალითად მე რატოღაც გონი რომ ერთი პაცია კეთილი საქმე გავაკეთე რომ მეუბნებიან დავშვათ რაღაცის საყიდოთ მაღაზიაში რომ შევა და გნებავს პარკით რაიონები არა მე ჩემი ჩანთა მაგან თუ რაღაც ორი რაღაცა მაგ ხელითვე მიმაქ ასე მგონი რომ რაღაცა პაცია საქმე გავაკეთე თქო. იმიტომ რომ როგორც ვიცი ეს არ იხსნება მიწაში ათეულობით წელი შესაბამისად ამ ნიადაგიდან მოდის ის პროდუქტი რომელსაც ჭამ და აქ შეხვდება ალბათ ეს მიკროპლასმასის ნაწილაკები ჩვენს ორგანიზმში. ისევ ადამიანები ვაყენებ ჩვენს გარემოს და ჩვენს დედამიწას ასე ვთქვათ ისეთ მდგომარეობაში ვაყენებთ რომ შემდეგ ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება იმ დღეს იმ წელს იმ რა ვიცი მოკლე პერიოდში მოგწონს ეს კომფორტი და გვიქმნის ძალიან დიდ შეღავას, თუმცა გრძელვადი ამ პერსპექტივაში რა თქმა უნდა აგერ მოვედით უკვე დღევანდელ დღემდე, როდესაც ვფიქრობთ რა ვუყოთ იმას, რასაც ვავნეთ. მადლობა ექიმებო, კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება რომ დავფიქრდეთ ჩვენს ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც დააზიანებს ეკოლოგიას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში ხდება.